უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნეებად კვლავ რუსული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის Wildberries-ის სასაწყობე ფაქტები გახდა. რუსულ ამაზონად წოდებული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ობიექტი კიევმა ამჯერად ვლადიმირის ოლქში დაბომბა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრით, ხოლო უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 500-ზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული. ამგვარად, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ეს გახდა Wildberries-ის მე-17 სასაწყობო ობიექტი, რომელიც კიევმა მწყობრიდან გამოიყვანა. წამყვანმა რუსულმა სავაჭრო პლატფორმამ უკვე დაკარგა ლოგისტიკური ჰაბების დაახლოებით 62%, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. პირველ ეტაპზე უკრაინული ძალების დარტყმების სამიზნეებად იქცა რუსეთის მსხვილ ქალაქებში განლაგებული საწყობები, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ასევე იუწყება სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე დრონებით მიტანილი იერიშების შესახებ. უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიზანში ამიღეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგოობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობის დაახლოებით 3%-ის გადამუშავებას. კიევის თანახმად დარტყმების ქვეშ მოქცეული სასაწყობე ფაქტები იყო ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც რუსულ საოკუპაციო არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და ეკიპირებით ამარაგებდნენ. ამიტომ უკრაინული მხარის შეფასებით ისინი შეიძლება ჩაითვლოს სამხედრო სამიზნეებად, რაზეც საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, მხოლოდ იმის გამო, რომ პლატფორმაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქტები იყიდება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან განსხვავებით საწყობების დაბომბვა შესაძლოა ჩაითვალოს როგორც ომის წესების დარღვევა, თუმცა ექსპერტები დასძენენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შორეულ პერსპექტივაში დაიწყოს ამ თავდასხმების განხილვა და მათი შეფასება როგორც ტერორისტული აქტები, რადგან რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება, მხოლოდ ხელმოწერას კი იურიდიული ძალა არ აქვს. გარდა სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა Wildberries-ის საწყობებზე იერიშებით კიევი ცდილობს რუსული ეკონომიკის ჩამოშლასაც. თავად კრემლთან დაკავშირებული სტატისტიკური სამსახურების მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს Wildberries-ის წლეულმა ბრუნვამ 6 ტრილიონ რუბლს, ანუ 76 მილიარდ 774 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-ს შეადგენს. ამ შემოსავლების დაკარგვა კი ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის გათვალისწინებით მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.